მოგესალმები, ვიცი რომ დღეს საკმაოდ საინტერესო ანგარიში გქონდათ მე და იმაზე ცხადიათ ამ საკითხზე დაუშვება დაგიშვათ კითხვას, მაგრამ მოდი იმ სურათის შეფასებით დავიწყოთ, რომელიც ეხლა გვაქვს, ხო? ვახსენე ნიკასთან ერთად დღეს რა მოხდა სასამართლოში და აი რა რისი გამოხატულებაა, როგორ ფიქრობ ის სურათი, რომელიც ჩვენ მხოლოდ დღეს გვაქვს, ხო? ეს არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვხედავთ. ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ მისთვის არანაირი ფასეული ადამიანი არ არის. ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ არანაირ კანონს მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. კანონს, რომელსაც იღებს თავის ჭკუაზე, როგორც უნდა, თუმცა რაც მიღებულია, იმის დაცვაც არ ხდება. მე ასეთი პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, როგორც ყავს დღეს, მართლა არ მახსოვს. 15 წელი მე ამ სისტემებში მუშაობდი და აი ესეთი მდგომარეობა, რაც გვაქვს ეს განგრძობითი, პერმანენტული, არ ვიცი, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ გვიხილავს. ჩაკეტილი ხელისუფლება ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა ქალს და კაცს. ნებისმიერი მათგანის დაკავება შეიძლება. თუ ეს ადამიანები არიან განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები, მაგრამ თუ საქმე ეხება მოხელეებს, თუ საქმე ეხება სამართალდამცავებს, რომლებმაც ნახეთ რა დაატრიალეს ნოემბერში და დეკემბერში რუსთაველის გამზირზე და მის შემდგომ პერიოდშიც, აი აქ სამართალი არ არსებობს, აი აქ დასჯის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ თუ თავად ექმნებათ დისკომფორტი, აი მარიამ ლაშხის საქმე ახსენეთ, მაშინ ნებისმიერი პირის დაკავება, დაპატიმრება არის ჩვეულებრივი ამბავი. ყველანაირი წესების დარღვევით ხდება ამ საქმეების წარმოება, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, იქნება ეს ადმინისტრაციული საქმეები შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქნება ეს სისხლის სამართლის საქმეები საგამოძიებო უწყებებში და პროკურატურაში და ნუ აღარაფერს ვამბობ ისევ სასამართლოზე, სადაც ასევე გაუგონარი მეთოდები ხდება. ლონდა, ჩაკეტილი წრე არის, რომელიც ემსახურება რაღაც სისტემის გადაწყვეტილების აღსრულებას. ეხლა დავიწყოთ პოლიციიდან, როგორც ხდება, თქვათ ეს დაკავება და ამ შემდეგ ეს კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ სასამართლო არის რაღაც ბოლოს ბეჭედი ამ ყველაფერზე, ხო? ეხლა ნიკამელიას უსვენდით, რომელიც მოსამართლეს ეუბნებოდა, რომ არ ინტერესდები, როგორ მოვედი აქამდე, ხო? და ვიცით რა კარგად როგორც განვითარდა მოვლენები და მახსენდება ის სისტემის ტყვეების პროცესები, რო იყო წინა პერიოდში, ნაცემი დასისხლიანებული ადამიანები შეყავდათ დარბაზში და არ ალაპარაკებდნენ ამაზე და ალაპარაკებდნენ იმაზე, რა დარღვევა ჩაიდინეს ამ პირებმა ადგილზე. არა და ისინი გამოიყურებოდნენ ისე, რომ ზოგჯერ შესაძლოა პროცესის გაგრძელებაც კი შეუძლებელი ყოფილიყო. აი რასთან გვაქვს საქმე? დღეს ჩვენი ანგარიში ახსენეთ და ერთ-ერთი რაზეც ამ ანგარიში საუბარი იყო ზუსტად ეს. იმდენად კოორდინაცია საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას, სასამართლოს, ყველა იმ სახელმწიფო უწყებას შორის, რომლებიც ამ საქმეებში მტკიცებულებების შეგროვებას შეიძლება იღებდნენ მონაწილეობას, ექსპერტიზის ბიურო, არ ვიცი, სახელისუფლებო მედია, რომელიც ასევე ელვისის სწრაფით აძლევს ყველანაირ კადრს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც მას დასჭირდება, მაგრამ ანალოგიური ტიპის კადრებს არ აძლევს მაგალითად დაცვის მხარეს არასოდეს. ეს კოორდინაცია იმდენად მჭიდროა, რომ ერთი რგოლია, ანუ წესით როგორ უნდა იყოს, ხო, პოლიციაზე ზედამხედველობს პროკურატურა და როცა პოლიცია არასწორად იქცევა, პროკურატურა არის ის, ვინც უნდა უთხრას, რომ შენ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს და გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები. თუ პროკურატურა კანონს არღვევს, აქ ყავს სასამართლო, რომელმაც პროკურატურას უნდა უთხრას, რომ შენ არასწორად იქცევი. ან სასამართლომ შესეს უთხრას ადმინისტრაციული საქმეების შემთხვევაში, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პროკურატურა, არც სასამართლო ამ ამონიტორინგებელ ფუნქციას არ ასრულებს. პირიქით, არის სრულ უნისონში ერთმანეთთან ეს უწყებები, უკანონოდ იპოვებენ მტკიცებულებებს, შეხმატკბილებულად ძალიან, აი როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ შემთხვევაშიც კი სასამართლომ პრობლემა ვერ დაინახა იმ ადამიანებში, რომლებიც მან პროკურატურამ მაგალითად წარუდგინა სასამართლოს. ან იმ მოწმეების ჩვენებებში პოლიციელებს გულისხმობ, ლონდა, რომლებიც იდენტურად ლაპარაკობენ და რა არის მთავარი ხაზი მათი საუბრის, რომ არავიზე შეუძლიათ ხელის დადება ან ამოცნობა და ერთ-ერთი პოლიციელი ხა გვარი არ მახსოვს, იმასაც ამბობდა, რომ არანაირი ორგანიზებულობაო მათი მხრიდან მე იქ არ მინახავს, არათუ ვინმეს შემიძლია რომ ხელი დავადო, ხო? წარმოუდგენელი სურათი
სურათი არის, მართლა წარმოუდგენელი სურათია, როდესაც აი ამ მასშტაბის, აი რაღაც ამას უკვე ძალიან გაგრძობითი და სისტემური ხასიათი აქვს. აი რო გონია რომ სადღაც ეს ყველაფერი ეს სიგიჟე მართლა უნდა დასრულდეს, აი რაღაც ახალი ტალღა იწყება და რა ვიცი, მიზნად აქვს ალბათ ყველა ჩვენგანის ციხეში გამომწვდება, რომ მე შვიდად გააგრძელონ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, რა ვიცი, ჭყალებში და რატომ ვსაუბრობთ ჩვენ ამაზე? ეს ყველა საქმეს ეხება, ეხლა მათ შორის ნიკას, ეს დღეს რომ რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში გაუშვეს მათ და წინა საქმეებსაც, სისტემის ტყვეების საქმეებსაც ეხებათ. ანუ რატო ვლაპარაკობთ ამაზე, რომ ეს ჩვენი საუბარი მათ შორის ღია ეთერში და შესაბამისი კვალიფიციური პირების მოწოდება არის აი იქითკენ, რომ სახელმწიფო მაჩვენოს მის ამ პროცესში მისი როლი. და თქვენი ანგარიშსაც რო გავეცანი, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ სახელმწიფომ არ აწარმოა ეფექტიანი გამოძიება არც რიგითი სამართალდამცველების, არც ხელმძღვანელების მიმართ, არათუ ვინმე დასაჯა, გამოკითხა მაინც საერთოდ, ან დაადგინა, რომ აი არავის არაფერი დაუშავებია. ხო შეიძლება რომ ეს მაინც დაედგინა გარკვეული გამოძიების შედეგად. 2024 წელს ყველა ვნახეთ რა მოხდა, ხო? მასშტაბი ძალადობის, კანონდარღვევის მოხელეთა მხრიდან რაც ჩვენ ვნახეთ, მართლა უპრეცედენტო იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეაგირების კუთხით რა ხდება? დისციპლინური სახდელების გამოყენება სამართალდამცავების მიმართ 2024 წელს წინა წელთან შედარებით ყველაზე დაბალია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თითქოს 2024 წელი ამ კუთხით ყველაზე კარგი წელი იყო. ასევე თუ წინა წლებში ერთი მოხელე მაინც პასუხისგებაში მიცემას ახორციელებდა პროკურატურა, 2024 წელს არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის. მაშინ როცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ მასშტაბის კანონდარღვევები ვნახეთ რუსთაველის გამგებლად. სხვათა შორის, ნოდა ბოდიში, ეხლა დამავიწყდა ეს ინფორმაცია, თავშივე მინდოდა რომ მეკითხა, მაგრამ არც ახლა აგვიანი. არათუ ვინმე დასაჯა და გამოავლინა, ეხლა დღევანდელი ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია არის, რომ დღეს გენერალურმა პროკურორმა დააჯილდოვა 100 მეტი თანამშრომელი და მათ შორის სისტემის ტყვეების საქმეების პროკურორები, იგივე ხუბეჯაშვილი, თოდუა, ცალუღე ელაშვილი, შმაგი გობეჯიშვილი, ჭიტაძე, იაკობიძე, გოგეშვილი, ნათია თათიაშვილი და ეს ადამიანები დაჯილდოვდნენ სწორედ მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. მე ერთ რამეს ვიტყვი, მე ძალიან მიყვარდა ეს დღე, ეს არის პროკურატურის დღე და ამ დღეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ღირსეული პროკურორების გამოვლენა და ერთ რამეს ვიტყვი, აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ ამ პროკურორების დაჯილდოებას, მათ შორის სისტემის შიგნით, სხვა პროკურორებში არც ერთ შემთხვევაში არ მოყვებოდა დადებითი შეფასება. არ შეიძლება ჯილდო სანიმუშო პროკურორობისთვის გადაეცეს პროკურორებს, რომლებიც აი ესეთი პოლიტიკური ტიპის საქმეებში არიან ჩართულები, თუმცა ჩემთვის გასაგებია ეს რატო ხდება, იმიტომ რომ ეს ხალხი თუ არ წაახალისეს, მათ აღარ ეყოლებათ თავიანთი ბრძანებების შემსრულებელი პროკურორები, ამიტომ ხო, ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ეს ასე ხდება და ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ აი ეს ჩანს, რომ აი თურმე ამ პროკურორების გარდა პროკურატურის სისტემაში არ არიან პროკურორები, რომლებიც თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, სხვა რიგით პროკურორებში ეს დადებით გამოხმაურებას არ ჰპოვებდა არც ერთ შემთხვევაში. ხო, სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვახსოვს, რა ვიცი, პრეზიდენტმა ყაველაშვილმაც გადასცა ჯილდოები თავისი მოვალეობის კანონმორჩილად და სანიმუშოდ შესრულებისთვის, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილს, რომლის დანაშაულები ჩვენ რა ვიცი, კამერების წინა გვაქვს ნანახი. ამიტომ აი კანონმდებლობის ესეთი უგულებელყოფა, ესე თვალების დახუჭვა ყველაფერზე, რაც მართლა ზედაპირზეა და ხდება მართლა კადრებად გადადის ჩვენს თვალწინ, არ ვიცი. სხვათა შორის უნდა თქვენ გეცოდინებათ აუცილებლად, რომ დღეს იყო შეხვედრა იგივე კობახიძის სენატორთან, ხო? სენატორი დეინსი იმყოფებოდა თბილისში ეს რამდენიმე საათიანი ვიზიტით და აი მივაქციე ყურადღება, რომ იქ იყო დაგეგმილი, რომ ამ შეხვედრაზე წამოჭრილი იყო შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ასევე ბიზნესის და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტი. და აი ამ ჭრილითაც რო შევხედოთ, ხო, ვთქვათ, აი ამ სურათის გათვალისწინებით ეხა რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში რეალურად. სიმართლე გითხრათ, კანონის უზენაესობაზე რასეუბნებიან საერთაშორისო საზოგადოებას, რა ტიპის ევროინტეგრაციაზე და რა სურვილზეა საერთოდ საუბარი. თუ შეიძლება კიდევ ამით თვალის ახვევა იგივე ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის. არა, წარმოუდგენელია.
აი კანონდარღვევები არ ხდება დახურულ კარს მიღმა, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი ეს მოვლენები, რაც დღეს ხდება, გამოირჩევა მათ შორის იმითიც, რომ კანონდარღვევის შელამაზებასაც ეს ხელისუფლება აღარ აკეთებს. აღარ ალამაზებს, ილუზიას არ ქმნის, რომ იგი კანონს იცავს. ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ტიპის კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობს იგი, როდესაც იგი უცხოელ პარტნიორებს ხვდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩვენი თვალით აგვაქვს ნანა. დიდი მადლობა ლონდა, დაგემშვიდობები. ლონდა თოლორაია ესაუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.